მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი GG Gaming და დღეს ჩვენ ვითამაშებთ ამას FC Mobiles და დავიმატი ახალი ქარდი, რომელიც არის ჩამშლელი ნახევარცველის ქარდი, ეგრეთ წოდებული ჩიპის რო ეძახიან, ჩემთვის ეგეთია, რადგან ძალიან კაი სტატები აქვს. ეს ქარდი უბრალოდ ფეხბურთელი, რომლის ქარდიც არის, ეგ არის ეს პანელი, არის ჩამშლელი ნახევარცველი და ალბათ უკვე მიხვდით ეს ვინც არის. ეს არის Rodri, 107-ვერიანი ქარდი, ტოტის ქარდი. რომელიც არის ბოლომდე დარანკული და ტრეინინგ ლეველის ბოლომდე გაკეთებული. ასე გამოიყურება მისი სტატები და ძალიან მომწონს მე პირადად 140 აქვს ფიზიკურობა, 156 აქვს დაცვა, 156 ასევე დრიბლინგი, 155 აქვს პასები, 103 დარტყმები და 157 ფეისი. 5 ვარსკვლავი აქვს სტამინა, 3 ვარსკვლავი აქვს შემოძრავებები და 4 აქვს სუსტი ფეხის რეიტინგი, რაც ძალიან მომწონს მე პირადად. ასეთი ფორმაციით ვათამაშებ დღეს ჩემს გუნდს და ინიესტას ქარდიც გუნდშია, როგორც ხედავთ და ჩემს შეცვლებს შეხედეთ. გარინჩა, კვარაცხელია, მანე, ვალვერდე და გუტი. მეორე ნახევარში ჩემი გუნდი ალბათ სასწაულად დაიბუსტება. შემიძლია რომ ვალვერდე ვათამაშო ქამზე თუ ვინმე ვერ მიხვდით, ან კვარაცხელია მაგალითად სტრაიკზე, ან ქამზე, ასე გარინჩა შემიძლია ქამზე ვათამაშო. და გუტი ან ჩამშლელზე ან ქამზე და ხო უმეტესად ნახევარცველები და შემტევები არიან. ხო, დაცვას არ ჭირდება, დაცვას სტამინა კარგი აქვს, ხო? 4. what? ამას 4. ამასაც 4. ამას უეჭველი 4 და 5 აქვს. კი. 4 და 5 რაღა იყო და 4 ნახევარი. ამას 4 აქვს, ხო? არა, 4 ნახევარი. ეს ისე პროსტა შევამოწმე. თორე ისე დაცვას პრინციპში ისედაც არ დაიღლება, ისე ძალიან როგორც ნახევარ დაცვა ან შეტევა მაგალითად. და ასე გამოიყურება უკვე ინიესტას სტატები, როდესაც დავრანკე და გავაძლიერე 155 დრიბლინგი, 157 პასები, 154 შუთინგი, 132 ფეისი, 154 დიფენდინგი და 155 ფიზიკა. უკვე ალბათ მიხვდით რატომ უნდა აიღოთ იმ სამი ქარდიდან, ტოტის კიელინისა და ინიესტას ქარდებიდან რატომ უნდა აიღოთ ინიესტა. ნახეთ რა კაი სტატები აქვს და ასევე შეუძლია რომ ცენტრალურ ნახევარცველადაც ითამაშოს. მოკლედ გაჩვენეთ უკვე როდრის სტატებიც, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ მაინც. ასეთი სტატები აქვს, ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. კინს უკეთესი დიფენდინგი აქვს, ფიზიკა აქვს და ფეისი აქვს, მაგრამ თუ დეტალურად, მოდი, მაინც დეტალურად გაჩვენებთ კინის და როდრის შედარებას. swap. აქ და აქედან უკვე შეგიძლია თითოეული სტატი დეტალურად შეადარო. Acceleration უფრო მეტი აქვს როდრის, რაც მომწონს მე პირადად, sprint speed უფრო მეტი აქვს კინს, finishing-ი უბრალოდ ასე ვიტყვი, ყველა შეტევითი სტატი აქვს როდრის უკეთესი, ყველა passing-ის სტატი როდრის უკეთესი, dribbling-ის სტატი როდრის უკეთესი, აი დაცვაზე როგორც გადმოვდივართ, კინის სტატები უკეთესია და ასევე როდესაც ფიზიკაზე გადმოვდივართ, აქაც უკვე უკეთესია კინის სტატები. შეტევითი სტატები უკეთესია აქვს რა თქმა უნდა როდრის. როგორც ხედავთ უკვე 4-2-2 ფორმაციით ვათამაშებთ ჩემს გუნდს. ასეთია გუნდი. შეძლებით უკვე გაჩვენეთ და რაღა დაგჩვენია თუ რა და გადავიდეთ მენეჯერის რეჟიმში. და დავიწყოთ ოპონენტის ძებნა, რომ ჩვენი მეჩისთვის. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ ქარტში მხოლოდ 330 მილიონი გადავიხადეთ და 215 კიდე დამრჩა, ამიტომაც თუ ეს ქარტი დავიტოვე, მაინც შეიძლება იხილოთ სხვადასხვა ქარტის გატესტვები. მაგრამ მანამდე ალბათ pack opening-ს იხილავთ. იმიტომ რომ ხვალ განახლებაა და ამიტომაც ჯემებს მომცემ საჩუქრად ასევე სხვადასხვა ივენთებიდანაც ავიღებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება pack opening-ის ვიდეო. თუ ბევრი ჯემი შევაგროვე, თუ არ შევაგროვე, არ იქნება. თუმცა ხვალ ყველა შემთხვევაში იქნება ვიდეო, რადგან განახლების გამოსვლის შემდეგ რაც თოკენები მაქვს შეგროვებული, იმ თოკენებით გავივლი კიელინის ჩაპტერს, როცა გამოვა. ანუ ხვალ რო გამოვა, თქვენთან ერთად გავივლი იმ ჩაპტერს და ყველაფერს ავიღებ თოკენებით. აქ ძალიან კარგი გუნდი ყავს, თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ზიმერმანს რა უნდა 106 ოვერიანს დაურანკავს თან და
უყველაფროდ, ასე ვთქვათ, რა უნდა გუნდში არ ვიცი. დაიწყო თამაში და მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ წინა თამაშიდან დამავიწყო, რომ გამესწორებინა რაღაცა ხდება მოედანზე და ვერ ვხედავ გადიტანს. მოდი ვნახოთ განმეორება რა გადაგვრჩენია. კარგი მოძრაობა იყო ლუის დიასისგან. ბოდიშით მეგობრებო, რომ დამავიწყდა გადაყენება ტაქტიკების. ნუ აქ ყველაფერი სწორად არის. ზამბროტა ამასობაში ბურთით, კინი, ინიესტა, პოზიციურად კარგად არის ეს კარდი, მობილიზებულია რომ ჩაშალოს შეტევები, კარგია, ზამბროტა, ინიესტა როგორ ვერ გაიტანა ბიჭო. ვერ ვიტან ასეთ მომენტებს. პელე და აქ კიდევ ერთი გოლი იქნება ეს დიაზია. დევინტერი ავიწროვებს. არა, დონარუმაც ვერ აიღებს მე მგონი, ვერ 2-0. მე მგონი ნაადრევი ცვლილებების გაკეთება მომიწევს. ვალვერდეს გამოყვანა კინის მაგივრად და ასე შემდეგ. აქ სადა დივინტერმა რაც შეეძლო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ფეისში, სისტრაფეში აჯობებდა ლუის დიაზი, როდრი ამასობაში. შნაიდერს გადააწოდა, შნაიდერი წაიღო ბურთი, არავინ ეხსნება, გაეხსნა რაითი ინიესტა, ისევ რაითი, ტაქტიკები როგორც კი გადავრთე, უკვე პასებზე გათვლილი თამაში წავიდა, ჩემი გუნდის მხრიდან ზამბროტამ რაქნა. ეს რა იყო, ბრატ? რაქნა მიულერმა, ასე ძლიერად თავით როგორ დაარტყა. მაგრამ აცდა კარს და დაუბრუნდეთ თამაშს. როდრი მაგ სპაზნოითი გაფრინდა. ვინ იყო ფეხბურთელს შეეჯახა და გაფრინდა წინდიბი. დივინტერი, მიულერი, შნაიდერი, ნახოთ რას. ფელაინი, რომელსაც ფიზიკურობა აქვს მილიონი. პალმერი. მესი კიდე გავიდა და მოდი ვალვერდე ჩავთოთ კინის მაგივრად თამაში და კვარა ჩავთოთ მიულერის მაგივრად. შეცვლები ჯერ არ მოხდა, მაგრამ არ აუშავს. კინი, ზამბროტა, კინი, როდრი მოკლე პასებზე არის. კინი, უფრო მეტად კინი აქტიურებს ინიესტამ და მარცხენა ფეხით და ვერ გაიტანა, რა თქმა უნდა. ვალვერდე გამოაკინის მაგასვლად და მიულერის მაგივრად კვარა. აუჯდება. არაუშავს ლამპარდი, პალმერი, ფელაინი, მილიონ ფიზიკიანი კაცი. ლამპარდი, ელე. ფელაინი. დაარტყავს, არა. არ დაარტყა. კარგი ჩემთვის და ბურნი. ეს სხვა არის უეჭველი. სხვა ბურნია ვიღაცა. რა ქარდები ყავს მეტოქის გუნდში, აზრზე არა ვარ. ბურნი ვიღაცა შეტევაში, აშკარად დაბალოვერიანი ვინმე. ზიმერმანი დაცვაში. მაგრამ რატომღაც ჩემი შეტევა მაინც ვერ არის გუნტერი, რა შვება აქ? სველია და რა უნდა იქ შეტევაში პირდაპირ, რა ვიცი. ყვარა რო ყოფილიყო ის დაარტყავდა არა და. მაგრამ რას დაარტყავდა? გუნტერი რას დაარტყავდა თან მარჯვენათი. ბეილი, აქ ჩააწოდეს ბეილი და არა დიმდება გამოიტანა, მეთქვა გოლი გავათქო, მაგრამ არა. რაითი, როდრი პოზიციურად ძალიან გაადგას, როგორც მე უყურე პერსონალურად, თორემ ჩემი ყველა ქარდი 100 არ არის, ასე რომ იყოს მოვიგებდით. შნაიდერი. კვარა. კაი პასია ვალვერდე გაიტანე. რამდენად აქვს აზრი ამას არ ვიცი, იმიტომ რომ 98 წუთია. ვალვერდე კარგად გაიტანა. კარგი გოლი იყო. ფელაინი კიდე და ამას ბურთს არ მევარდნი და. მოკლედ მეგობრებო, წავაგეთ.
დასრულდა ეს თამაში 2-1 და მთლიანად ჩემს გუნდზე თუ ვიტყვით, ცუდი პერფორმანსი იყო აშკარად. რამოდენიმე ფეხბურთელის ისე თამაშობდა, რომ რა ვიცი. ნახევარდაცვა კაი იყო. შნაიდერი კარგად თამაშობდა, კინიც ცუდი არ იყო თავიდან, მაგრამ უფრო შეტევით თიგუნდი რო გამეხადა, შემოუყვანე ვალვერდე. და ხო, მოკლედ ახლა რომ ვისაუბროთ პერსონალურად როდრის ქართზე, ძალიან კარგია თამაში. hit to hit-ში ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ დარტყმების შორეული კარგი აქვს, ასევე ყველა იმაში რამჭის ყველა კომპონენტში გამოგადგებათ ეს ქარტი. დასვაში, ბურთის კონტროლში, თუნდაც დრიბლინგში, დარტყმებში, გრძელ გადაცემებში, მოკლე გადაცემებში და ამიტომაც არის ეს ქარტი კარგი. თუ თავის პოზიციაზე გამოიყენებთ, ძალიან კარგი ქარტია და ძალიან მომწყობს მე პირადად. სხვა რა შემიძლია რომ თქვა. ფიზიკა კარგი აქვს, ფიზიკურობა, დაცვაც კარგი აქვს, პასები ძალიან კარგი აქვს, დრიბლინგიც ძალიან კარგი აქვს, ზედმეტადაც კი ჩამშლელი ნახევარმცველის პირობაზე, ფეისიც კარგია და ამიტომაც ეს ქარტი თლიანადაც ძალიან კარგია. თან გავითვალისწინოთ ის, რომ 300 მილიონი მივეცი სულ რაღაც ამ ქარტში, სულ რაღაც 300 მილიონი და ამიტომაც ძალიან კარგი ქარტია თავისი ფასთან შედარებით. და ყველას გირჩევთ რომ ეს ქარტი შეიძინოთ. თუ შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ რომელი ქარტის თუ რა თქმა უნდა ბიუჯეტურის ის შესაძლებლობაც მექნება, რომელი ქარტის გატესტვა გინდათ თქვენ. რომელი ქარტი გავტესტო შემდგომ ვიდეოში. ახლა კი უკვე გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ხვალ შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.